მოგესალმებით. მივესალმები საქართველოს შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. მივესალმები გიორგი ანწუხელიძის ოჯახს. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ ჩვენ გმირს 2008 წელს რუსეთის აგრესიას შეწყვეტილ ჩვენ უმცროს სერჟანტს. 2008 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ყველაზე დიდმა არმიამ და ყველაზე ძლიერმა, რომელიც როდესმე შემოსულა საქართველოში. 2008 წელს საქართველოს დაარტყეს რამდენიმე მიმართულებიდან, დაარტყეს უკრებლივ ყველა გეოგრაფიულ პუნქტში, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი დარტყმა მოვიდა ცხინვალზე. ეს შეიარაღებული შემოჭრა განახორციელეს მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დაქირავებულების მეშვეობით, სხვადასხვა შიდა პოლიტიკაში და სხვა ხელისფათურის მეშვეობით, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ეკონტროლებიათ სიტუაცია. საქართველოს ამის საშუალება არ მიცა. ერთადერთი შანსი, რომელიც დარჩათ რუსებს, იყვნენ პირდაპირ შემოსულიყვნენ მთელი შეიარაღებული ძალებით, პირდაპირ განახორციელებით აგრესია, პირდაპირ წარმოებიათ ომი. რა თქმა უნდა, ამ ომის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ცხინვალი და მხოლოდ თუნდაც აფხაზეთის ტერიტორია. ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი სარკოზი. ყველა, ვინც მონაწილეობდა მაშინ რუსებთან ურთიერთობაში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ყველა ადასტურებდა, რომ მათი მიზანი იყო თბილისის აღება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, საქართველოს მთავრობის განადგურება, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წერტილის დასმა. ისე როგორც ეს მოხდა 1921 წელს. ის რომ მათ ეს ვერ მოახერხეს, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ქართველი და მთავრობის ერთიანობამ და უზარმაზარმა საერთაშორისო ხარდაჭერამ. მაგრამ იმისაც რომ ჩვენ მივსულიყავით საერთაშორისო ხარდაჭერამდე, დაარტყმის დრო იყო ძალიან ზუსტად შერჩეული. იყო ისეთი პერიოდი, როცა ყველა წასული იყო შობოლებაში, იყო ოლიმპიადა ტარდებოდა, ყველა იყო გამგზავრებული თავის დედაქალაქიდან და პრაქტიკულად თუ არა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა ამ დონის დარტყმის პირობებში ყველაფერი შეიძლება რამდენიმე საათში დამთავრებულიყო და თბილისისკენ გზა გაიხსნათ მათ ეგრევე. რამდენიმე ძალიან გამბედავი მანევრი განახორციელა ჩვენმა არმიამ. მე მინდა ყველას გავახსენო ის რომ 58 არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის ძალიან გამბედავი მანევრის შედეგად მისი სატანკო კოლონა გაჩერდა, ბევრი ჯავშანტექნიკა განადგურდა, თვითონ გენერალი, რუსი გენერალი დაიჭრა და მძიმე დაჭრილი წაიყვანეს უკან. ასეთი რამე არ მომხდარა 10 წლეულების განმავლობაში. საქართველოს ალტისაღარო ძალებმა მანამ სანამ მათ ჰქონდათ ამის საშუალებები, ჩამოყარეს 10-ზე მეტი საფრენი აპარატი, მათ შორის TU-124 ტიპის სტრატეგიული ბომბაჩი, რომლის ჩამოგდება პრაქტიკულად ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებს და ბევრად უფრო დახვეწილი ტექნიკით უჭირთ ხოლმე. ჩვენ მოახერხეთ გადამწყვეტი დროის მოგება იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაგვარჩინა. მაგრამ ჩვენ როცა ვამბობ, მოახერხეს კონკრეტულმა ქართველმა გმირებმა. და ზუსტად ასეთი გმირი იყო გიორგი ანწუხელიძე. ყველა ნახეთ ეს კადრები და თემი მსოფლიო მოიარა, როგორ აიძულებენ გიორგის რუსები და ადგილობრივი მათი დაქირავებულები, რომ ეკოცათ ეკოცნა მიწისთვის, ქედი მოეხარა მათთვის, თავი დაეხარა, ეთქმევინებინათ რაღაცა. და როგორც ჩვენი ისტორიული ეპოსის გმირები, როგორც პირდაპირ ნაწარმოებიდან გაცოცხლებული საქართველოს წარსულის ჩვენი დიადი ძოლის პერსონაჟები, ზუსტად ისე მოიქცა ეს თუში ბიჭი. სხვა რა არის გმირობა თუ არა ის რაც მან გააკეთა. სხვა რა არის ის რომ ამხელა არმიას, აზრდენად თავზე ხელაღებულს, იმას რომ ერთ რამეს ეუბნებოდი, რომ თუ გინდა ცოცხალი დარჩე, ბოლომდე მოიხარე ქედი, ბოლომდე დაგვიწექი, ბოლომდე დაიმცირე თავი. მან უპასუხა წარმოუდგენელი გამბედაობით, გმირობით და მე დარწმუნებული ვარ დარჩება ასეთ საქართველოს ისტორიაში ასეთად. ჩვენ ეს კადრები შემოღჩა
ჩვენ ვიცით ბევრი სხვა ისტორია ცხინვალში იმ დღეებში განვითარებული გმირობების. ჩვენ დღემდე არ ვიცით სახელი იმსახელო იმ ადამიანის, იმ სნაიპერის, რომელიც თითქმის ერთი კვირა იყო ბარიკადირებული ერთ-ერთ შენობაში და ყველა მხრიდან უშენდა სანამ ბოლო ტყვი არ გაუთავდა და ძალიან დიდხანს იცავდა თავს პრაქტიკულად უიმედო სიტუაციაში და ბოლოს შეაპყდა მტერს. მაგრამ გიორგის სახელი ჩვენ ვიცით. და ვიცით რომ საქართველოს ყავს გმირები. და ვიცით რომ მათი გმირობას ყალის გარეშე არ ჩაულია. საქართველოს გადარჩა და ბოლო 4 წელიწადში ჩვენ დავამტკიცეთ ბოლო წლების განმავლობაში რომ ჩვენ შეგვიძლია განვითარება, ჩვენ სახელმწიფოებრიობა გაგრძელდება, ჩვენი დემოკრატია და თავისუფლება გაგრძელდება და რომ ყველაზე მრავალრიცხოვანმა მტერმაც კი ვერ დაუსვა ამას წერტილი 2008-ში. ამიტომ თუ კი რამე არის გმირი, თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ის მინიჭებული აქვს სიკვდილის შემდეგ ჟიური შარტავას. ის მინიჭებული აქვს ჩვენს ოფიცერს დამენიას, რომელიც 2004 წელს ცხინვალში თავისი სხეულით გადაეფარა და ხელყუმბარის აფეთქების დროს, რომელიც შეუგდეს მაშინ სანგარში გადაარჩინა თავის მებრძოლი, 4 მებრძოლი და დღეს საქართველოს გმირებს ოფიციალურად მიემატება კიდევ ერთი სახელი. გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი. მე მინდა მის მეუღლეს მაკას გადავცე ეს ჯილდო და წოდება სიკვდილის შემდეგ, თხოვთ. და მე მინდა მოვიყვანო ლევანი და აბა გითხრა, გვეტყვი ლექს. აბა ლევანი გვეტყვის ახლა ლექს. რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი თუ მამულს თავი არ ანაცვალე ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს აი გმირების შვილები ესწრებიან.